დაბინძურება და მისგან მიმდინარე გამოწვევები მზარდი პრობლემა, ნარჩენების მართვა კრიტიკულ საკითხად იქცა. ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ნარჩენების სეპარირებული, განცალკევებული შეგროვება და მისი გადამუშავება. ნარჩენების პლასტიკად, ქაღალდად, ორგანულ მასალად თუ სხვა ფრაქციად დახარისხება აუცილებელია მათი ეფექტიანი გადამუშავებისთვის. რის შედეგადაც ნაცვლად იმისა, რომ ეს ნარჩენები ნაგავს საყრელზე მოხდეს ან გარემო დააზიანოს, ხდება მათი წარმოებაში დაბრუნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნარჩენების სეპარირებული შეგროვება და გადამუშავება არა მხოლოდ ამცირებს ნარჩენების რაოდენობას ნაგავს საყრელზე, არამედ ამცირებს ახალი ნედლეურის საჭიროებას. ნარჩენების განცალკევებული შეგროვება და გადამუშავება აგრეთვე იცავს წყალსა და ნიადაგს დაბინძურებისგან, ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას და ამცირებს სადგურის აირების გამოყოფას. Geo Outlook-ი საქართველოს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვის მხარდაჭერის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობს. Უფრო კონკრეტულად, რას მოიცავს ეს პროექტი, სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. Geo Outlook-ის ხელმძღვანელი ნინო მალაშხია და Geo Outlook-ის კომუნიკაციების მენეჯერი ნატა ლეჟავა შემოგვიერთდნენ. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ქალბატონო ნინო, ზოგადად პრობლემის გლობალურობით და მასშტაბურობით დავიწყოთ. ნარჩენების მართვა მსოფლიოსთვის რა სახის გამოწვევა არის ეს? გამარჯობათ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. სწორად აღნიშნეთ, ნარჩენების მართვა პრობლემური საკითხია, უფრო სწორედ ნარჩენების მართვა ერთ-ერთი მთავარი საკითხია გარემოს დაცვაში, იმიტომ რომ ნარჩენები არის ძალიან პრობლემური დაბინძურების სახით, ნარჩენების განთავსება ნაგავს საყრელზე თუ არა ლეგალურად სხვა ადგილებში იწვევს ნიადაგის დაბინძურებას, გრუნტის წყლების დაბინძურებას, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, ასევე ნაგავს საყრელების ირგვლივ მოსახლეობისათვის პრობლემაა, რა თქმა უნდა, ამ ტიპის დაბინძურება პირველ რიგში და სწორი მართვა უნიშნელოვანესი საკითხია, რომ ეს ზემოქმედება რაც შეიძლება შევამციროთ. სამწუხაროდ ნარჩენების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ასტრონომიულად არის გაზრდილი. აი 1950 წლის მონაცემები წლიურად დაახლოებით 1.1 მილიონი ნარჩენი წარმოიქმნებოდა, ასეთი სტატისტიკაა და დღეს ეს ციფრი არის სადღაც 340 მილიონი, ანუ 200 ჯერ და მეტჯერ არის ნარჩენების რაოდენობა გაზრდილი და საქართველოს არ არის გამონაკლისი სხვათა შორის. დიახ, საქართველოს არ არის გამონაკლისი. 2015 წელს მაგალითად მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა იყო სადღაც 800,000 ტონამდე. ეს როგორ ხდება? ვინ აღრიცხავს ამ ყველაფერს? ეს ნაგავსაყრელებზე რო შედის, დიახ, ნაგავსაყრელებზე რო შედის მანქანა იწონება ნარჩენი და სტატისტიკა დგება. და 2015 წლის მონაცემებით ეს ციფრი იყო სადღაც 800,000-მდე და დღეს 2023 წლის მონაცემებით ეს 1,116,000-ია. ანუ სადღაც 54%-იანი ზრდა გვაქვს, ხო, 8 წლის მანძილზე და ასეთი პროგნოზია, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 1.2%-ით გაიზრდება. ამიტომ სწორი ნარჩენების მართვა უნიშნელოვანესი საკითხია. რა არის ამ პრობლემის, როგორ ხედავს მსოფლიო ამ პრობლემის გამოსავალს და ამ პრობლემის არა ზრდისკენ, არამედ კლებისკენ რო წავიდეს ეს ყველაფერი. რა არის მთავარი გზა ამ მიმართულებით? დიახ. ცივილიზებულ სამყაროს ამაში გულისხმობ ევროკავშირს, ამერიკას, იაპონიას, განვითარებულ ქვეყნებს და არა მარტო განვითარებადი ქვეყნებიც მისდევენ ამ პოლიტიკას. არსებობს რამოდენიმე მიდგომა. ერთ-ერთი მიდგომა არის, რომ ჩვენ ნარჩენების რაოდენობა შევამციროთ. როგორ შეგვიძლია შევამციროთ ნარჩენების რაოდენობა? ნარჩენებს მოვაშოროთ ის სასარგებლო მასალა, რაც მასში შეიძლება იყოს და თქვენ სწორედ შესავალში სწორად აღნიშნეთ ასეთი პლასტიკი, მეტალი, ალუმინი, ქაღალდი, რომელიც ნაგავსაყრელზე განთავსების ნაცვლად შეიძლება ამოვიღოთ, გადავამუშაოთ და ხელმეორედ ჩავაბრუნოთ ეკონომიკაში. ასევე არსებობს მეორე მიდგომაც, მას შემდეგ რაც ნარჩენებს მოშორდება ეს სასარგებლო მასალა, ხდება მისი ინსინერაცია. ეს რას ნიშნავს? ეს ინსინერაცია, ეს ნიშნავს ნარჩენების დაწვას. გამოუსადეგარი, ასე ვთქვათ, ნარჩენების დაწვას, საიდანაც ვიღებთ სითბო კი გამოიყენება გათბობისთვის ან ელექტროენერგიის წარმოებისათვის. ეს ინსინერაცია ერთ-ერთი ესეთი ფართო გავრცელებული მიდგომაა რამოდენიმე ევროკავშირის ქვეყანაში, მაგალითად, აი ვენაში, ქალაქის ცენტრში არის განთავსებული დიდი ინსინერატორი, სადაც ყოველწლიურად 200,000
მუნიციპალური ტონა, მუნიციპალური ნარჩენი იწოვება და ელექტროენერგიასაც მიიღებენ და ესე ქალაქის ცენტრში ხდება ამ ყველაფრის გამოყენება. თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც აი დიდი რაოდენობით ნარჩენები მიიღება, მაგალითად შვედეთშიც ძალიან გავრცელებულია და იმპორტიც ხდება შვედეთში ნარჩენები სხვა ქვეყნებიდან. ამ თემას გავაგრძელებთ თქვენთან, მანამდე ნატასთან გავაგრძელოთ და თან აი პირველი რაც იყო ეს მიმართულება, რომ ეს რაც შეიძლება გამოყენებადი იყოს, ის გამოვიყენოთ. ამით რას ვზოგავთ და რა შედეგამდე მივდივართ, ხო? 1 ტონა ქაღალდის გადამუშავება იცავს 17 ხეს, ხოლო ალუმინის გადამუშავება მოითხოვს 95%-ით ნაკლებ ენერგიას, ვიდრე ახალი მეტალის წარმოება. ანუ რა შედეგებზე გაგვიყვანს ეს რამდენიმე მიმართულების ცვლილება? პლასტიკთან მიმართებაშიც რომ თქვათ, ქაღალდზე სწორად აღნიშნეთ, პლასტიკთან მიმართებაში პლასტიკის წარმოება სჭირდება ნავთობი. დიდი რაოდენობით ნავთობი. ჩვენ ვზოგავთ არა მხოლოდ ამ ნავთობს და იმ რესურსს, რომელიც პლასტიკის წარმოებისთვის გვჭირდებოდა, არამედ ამ გამოყენებულ პლასტიკს სეპარირებულად შეგროვებულს ვაბრუნებთ ისევ ეკონომიკაში, ხელმეორედ გამოყენების მიზნით. შესაბამისად, გვეზოგება რესურსი, ვუფრთხილდებით გარემოს, გარემოსთვის გაფრთხილება ეს რაღაც ისე რომ არ წარმოვიდგინოთ, ვუფრთხილდებით ამით ჩვენს ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ყოველდღიურად აისახება ეს ჩვენზე. კვლევები მიმდინარეობს ჯერ კიდევ და დასტურდება, რომ მიკროპლასტმასა არის აღმოჩენილი ადამიანების ორგანიზმში, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ამ ბოთლის გამოყენება. ახლა ეს ბოთლი საერთო ნარჩენთან თუ არ მოხდება პლასტიკის ურნაში, წავა გადამამუშავებელ ქარხანაში, საიდანაც ბურთულები მზადდება ესეთი და ეს უკვე ნედლეულია, რომელიც შეიძლება გაიყიდოს და ჩაეშვას ხელმეორედ წარმოებაში. პლასტიკზე ვიდა კიდევ აი ხაზგასმით, თქვა ყოველწლიურად მსოფლიო 300-დან 400 მილიონ ტონამდე, ანუ რა მასშტაბებზე გვაქვს საუბარი? ჩვენ ყველას გვინახავს ოკეანეებში კუნძულები პირდაპირ პლასტმასის, ანუ სადამდე მივდივართ, რა ეტაპზე ვართ და მომავალი თუ რაღაც არ შეიცვლება ამ მიმართულებით რა? სადამდე მივდივართ და ალბათ ბევრი ვიდეო შეგხვედრიათ, სადაც ცხოველები არიან ხოლმე გაჭედილი ამ პლასტიკს გაყლაპავენ, ეს წყალი თავისთავად ბინძურდება, ამით ნიადაგი ბინძურდება და თითო ბოთლს გადასამუშავებლად 450 წლა დაახლოებით 10-დან 400. ეს მხოლოდ ბოთლს და კიდევ არის კონტეინერები, ხო სხვა ტიპის პლასტიკი. ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პლასტიკზე რატომ გავაკეთეთ აქცენტი? იმიტომ რომ ახლა იწყებს საქართველოს, რამდენიმე მუნიციპალიტეტს აქვს შედარებით დიდი გამოცდილება, მაგრამ ახლა იწყებს საქართველოს და რომ არ დაგვებნია ადამიანები, იმიტომ რომ ეს ჩვევა უნდა მოვყალიბდეთ ჯერ რომ მოდი ცალკე შევაგროვებ, ცალკე გადავყრი, იმიტომ რომ დღესდღეობით ისევ საერთო ნაგავსაყრელზე ხდება ჩვენ შემთხვევაში პლასტიკი და ძალიან დაბალია იმის მაჩვენებელი საქართველოში რა მიდის რეციკლირებაში. ახლა თქვენთან რომ შემოვიდიოდი, ძალიან მესიამონა რომ ქაღალდისთვის ცალკე ქაღალდისთვის და პლასტმასისთვის ბატონო, ეს რომ დავინახე ძალიან მესიამონა, იმიტომ რომ მედიას გაქვთ განსაკუთრებით დიდი როლი. მართლა ძალიან დიდი მადლობა რომ დაინტერესდით, იმიტომ რომ მედიას შეუძლია მართლა ესეთი გრანდიოზული ცვლილებების მოხდენა ამ მიმართულებით. კი ბატონო, გარდა მედიისა, ქალბატონო რა მიმართულებები არსებობს და ისევ შევეხოთ ამ მუნიციპალიტეტების თემას, სადაც აქვთ ნარჩენების მართვის გეგმა. როგორ შემუშავდა ეს გეგმა, რამდენი ხანია რაც არსებობს და რას გულისხმობს თავის თავში? დიახ, სანამ გადავიდოდე უშუალოდ მაგ საკითხზე, რამოდენიმე სტატისტიკა მინდა ასევე მოგაწოდოთ მაგალითისათვის. მაგალითად ნარჩენებში თბილისში და რუსთავში არის ნაგავსაყრელზე გაზომილი პლასტიკის რაოდენობა დაახლოებით შეფასება არის გაკეთებული და თბილისში სადღაც 21% მთელი ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენის არის პლასტიკი, რუსთავში ეს ციფრი 18%-ია და აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპაშიც კი არ ვამბობ ამას, მხოლოდ 6%-ია. რატო არის ნაკლები? იმიტომ რომ ევროპამ დაიწყო პლასტიკის სეპარირებულად შეგროვება და მისი რეციკლირება. ანუ ამას შედეგი მოაქვს, რომ ამის მაგალითია ზუსტად. დიახ, და სწორედ საქართველომ მიიღო ნარჩენების მართვის სტრატეგია რამდენიმე წლის წინ, საკმაოდ პროგრესული დოკუმენტია, პოლიტიკა კონკრეტული მიზნები არის დასახული და ასე შემდეგ და ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ამ სტრატეგიის არის, რომ სეპარირება და რეციკლირება დაიწყონ ასევე მუნიციპალიტეტებმა. ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2019 წელს, მაგრამ საკმაოდ რთული არის ამის დაწყება, ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებსაც გაუჭირდათ, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რეციკლირების დაწყება სჭირდება რამოდენიმე რგოლის არსებობა, ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს ქალაქებში და სოფლებში, რომ მოხდეს
ამ ნარჩენების სეპარირებულად შეგროვება და ასევე უნდა არ შეგვიდეს საწარმოები, რომლებიც გადაამუშავებენ ამას. რომ იგივე იყო ეს პრობლემა, ხო, შეიძლება დედაქალაქში გამოჩნდა იყო ადგილები, სადაც სეპარირება შეგვეძლო ჩვენი ნარჩენების, მაგრამ არავინ არ იცოდა სად მიდიოდა ეს და ისევ ხვდებოდა თუ არა საერთო ნაკავშვალზე. ანუ მაშინ აზრს კარგავს ხო ასეთი შეგროვება. ანუ უნდა იყოს მთელი აწყობილი სისტემა. სხვათა შორის ეს რთული გზა გაიარეს ევროპის ქვეყნებმაც. მე 2003 წელს ეს კარგი დიდი ხნის წინ იყო სწავლობდი შვედეთში და მყავდა გერმანელი კურსელები და ისინი ამბობდნენ, რომ აი მაგალითად გერმანიაში ეს არის გეუბნებით 2002 წლის ამბავს, რომ გერმანიაში ასე აგროვებდნენ სეპარირებულად, ესენი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართული და ხედავდნენ მე როგორ მოდიოდა მანქანა და საერთო მანქანა მიქონდა. ანუ ეს არის პირველი ეტაპი, მაგრამ ამ ეტაპს უნდა გაცდე და გადახვიდე ახალ ეტაპზე, სადაც უკვე ეს რაღაც ციკლი. ანუ სირთულე გაიარა ყველა ქვეყანამ და დღეს გერმანიაში რეციკლირების მაჩვენებელი მაღალია, ძალიან მაღალია, 71%-ია საქართველოს 71% ყველა ტიპის შეფუთვის ნარჩენს გულისხმობ. ეხლა რა ხდება საქართველოში? მუნიციპალიტეტებს ძალიან გაუჭირდათ ამ სისტემის აწყობა. სხვა მიზეზების გამო და ერთ-ერთი არის მაშინ არ არსებობდა გადამუშავების კომპანიები და ეხლა უკვე არის რამოდენიმე კომპანია, რომელიც მუშაობს კომპანია რეგიონებს ეს არის. ბატონო, რეგიონებში დაფარვა როგორ აქვთ, ანუ ჩადიან რაღაცა პერიოდულობით თუ როგორ ხდება? დიახ, მუნიციპალიტეტებს აქვს თავიანთი წესი, როგორ უნდა განახორციელონ ეს, როდესაც სეპარირებულად შეაგროვებენ, მერე ტენდერი უნდა გამოაცხადონ და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, გადამამუშავებელმა კომპანიამ უნდა წაიღოს ეს ნარჩენი გადასამუშავებლად. ნუ ჩვენი პროექტის მიზანი იყო, რომ აი ამ სისტემის აწყობაში დავხმარებოდით და ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისათვის ინფრასტრუქტურის გამართვაში დავხმარებოდით. ეს პროექტი განხორციელდა სლოვაკეთის მთავრობის ხარდაჭერით და სლოვაკეთის გარემო სააგენტო, მაგალითად ხაშურის მუნიციპალიტეტს მოუმზადა სახელმძღვანელო, როგორ მომხდარიყო ამ ნარჩენების სეპარაცია და ასევე რეკომენდაციები მისცა ნარჩენების მართვის გეგმაში რა გაეთვალისწინება, როცა გადახედავენ ამ ნარჩენების მართვის გეგმას. ჩვენი პროექტი დაეხმარა ინფორმირებაში და მე ამაზე ერთ გაჩერდები ნატო უკეთესად ისაუბრებს ამაზე და ასევე შევიძინეთ 51 ნაგვის უბრალოდ პლასტიკის შესაგროვებლად, სეპარირებულად შესაგროვებლად урна, რომელიც განთავსდა სურამში, ქალაქ სურამში. ნუ ქალაქ სურამი არის ტურისტული ადგილი და ზაფხულის პერიოდში ძალიან იზრდება ნარჩენების რაოდენობა და იმედი გვაქვს, რომ სეპარირებულად შეგროვება დაიწყება და წარმატებული იქნება პლასტიკის. სასიამოვნო არის ის ფაქტი, რომ რამოდენიმე სხვა მუნიციპალიტეტი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო ეს სეპარირებული, ჩვენ გქონდა ღონისძიება ახლა ხანს ხაშურის სადაც მოწვეული ყავდა ზუგდიდისა და ქუთაისის წარმომადგენლები და აღმოჩნდა, რომ ქუთაისი მაგალითად აგროვებს უკვე საკმაოდ წარმატებულად კარტონს, ქაღალდს და ასევე ზუგდიდიც და შვენიერი. ნატა, საინტერესოა გამოხმაურება და როგორ ხვდებიან ამ ყველაფერს რეგიონებში, ალბათ გარკვეულწილად ამის სურათიც უკვე იცით, ხო, ამ ინიციატივას რა გამოხმაურება აქვს იქ? ყველაზე ესეთი, აი რაღაცას რომ აკეთებ და შედეგს რომ ხედავ და გიხარია, ყველაზე ესეთი იყო, როცა პირველივე დღეს, როცა ეს ურნები განთავსდა და ჩვენ ჩავედით სანახავად, უბრალოდ მანქანით გვინდა და გაგვევლო ქუჩაში რა ვითარება იყო და ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ ადამიანები ჩერდებოდნენ, კითხულობდნენ, რომ ეს მხოლოდ პლასტიკისთვის არის. მე ურნების შემოწმებასაც გადავედით და უკვე პლასტიკი იყო მოთავსებული და ეს ჩვევა ნელ-ნელა უნდა გამოვიმუშაოთ ყველამ. ნელ-ნელა ბავშვები არიან განსაკუთრებით კარგი ამ ხრივ, ძალიან კარგად იღებენ სიახლეებს, თან გააზრებულად სხვათა შორის და მე ოჯახში აღარ აძლევან ხოლმე იმის უფლებას, რომ საერთო ნარჩენში მოხდეს პლასტიკით მათ შორის. აი ზუგდიდს და ქუთაისს რაც შეეხება, ძალიან გამიხარდა ის, რომ მათ არა მხოლოდ გამოუვიდათ და ძალიან კარგად გამართეს ეს სისტემა. არ ეზარებათ, არიან ძალიან მოწადინებულები, რომ სხვებს გაუზიარონ ეს თავიანთი გამოცდილება, უკვე როგორც გითხრას, მოგებაზე არიან გასულები, იმიტომ რომ ეს ნარჩენი მუნიციპალიტეტის საკუთრება ხდება და იმ ტენდერით შემოსავალ. ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაშიც ალბათ სახელმწიფომ ძალიან უნდა იაქტიუროს, არის ის, რომ ნარჩენების
მართვისათვის ეროვნული სტრატეგია, როდესაც დაიწერა, 25-მდე კომპანია იყო, რომელიც გადაამუშავებდა ამ ნარჩენს და დღესდღეობით რომ მოვიძიეთ, ჩვენს გვინდოდა რომ დავხმარებოდით მუნიციპალიტეტს, რომ დაემყარებინათ კონტაქტები, სადღაც 5-მდე კომპანია არის დარჩენილი ბაზარზე. შემცირება სავარაუდოდ იმიტომ რომ ჯაჭვი ვერ აეწყო სწორად ბევრთან მიმართებაში. საინტერესოა, ანუ ვისაუბრეთ, რომ სხვა ქვეყნებმაც გაიარეს ეს რთული გზა, მაგრამ რა დაახლოებით შეგვიძლია გათვლა, რა პერიოდი სჭირდება იმაში, რომ თქვათ ეს ჩვევა გახდეს ის, რომ გაიაზრო, რომ ეს მნიშვნელოვანი, ანუ სად უნდა ვიყოთ დღეს, ანუ რა შედეგი გვაქვს და თქვათ მომავალი ამ კუთხით როგორ შეიძლება იყოს. სხვა ქვეყნების მაგალითზე რომ თქვათ ბევრი წელი დაჭირდათ მათაც ერთ ღამეში არსად არ გაკეთებულა ეს ბევრი წელი დაჭირდათ თუმცა რაღაცა ეტაპების გავლის შემდეგ უკვე ადვილად მოერგნენ იგივე გერმანია უკვე იმდენეზეა რომ პლასტიკში ფულს გიხდის აქეთ რომ აპარატებია შვედეთი საერთოდ აღნიშნეთ უკვე რომ იმპორტზეა გასული თვითონ აღარ სჭირდება იმდენი უგროვდება და ყიდის ამას სხვა ქვეყნებზე სლოვაკეთს აქვს ძალიან კარგი შედეგები და სლოვაკეთთან მიმართებაში 2022 წელს დაიწყეს მათაც ეს მონეტიზაცია ასე ვთქვათ ამ პლასტიკის რომ მანამდე ჩვეულებრივად უფასოდ აბარებდი ასე ვთქვათ და ყრიდი ამ პლასტიკს 2022 წლიდან სულ 3 წელი აქვს მაგაზეც გამოცდილება მაგრამ აქვს ძალიან კარგი შედეგები ჩვენთან მოდი ვთქვათ ჩვენი კარგი შედეგებით და ქუთაისის ძალიან ვამოყობ მიუხედავად იმისა რომ ჩვენი პროექტი არ იყო მიუხედავად ამისა მართლა ძალიან მიხარია მათი შედეგები და მათ დაახლოებით 10 წელი დაჭირდათ უკვე იმისთვის რომ გასულიყვნენ იმ დონემდე რაზეც ახლა არიან შესაბამისად ყოველდღიურ ჩვევაში დანერგვა კიდევ ერთხელ ვიმეორებ მიგვიყვანს ძალიან ისეთ შედეგებამდე რომელიც იმ სიკეთეს ვეღარ გავზომავთ უკვე ბევრი შრომა დაგჭირდება, ბევრი მუშაობა, ბევრი ინფორმაციის გავრცელება, რატომ? ცალკე რატომ რეციკლირება? ხო, ამაზე მინდა ნინოსთან გავაქცევ. ანუ რა იგივე სხვა ქვეყნების გამოცდილებით რა აღთენს ასეთ გარდატეხებს, ანუ ამ მიმართულებაში რა საქმის მნიშვნელობა? იგივე მედიის როლი აქ როგორია, სახელმწიფოს როლი როგორია, წამახალისებელი აქტივობების როლი როგორია? რა შეიძლება იყოს კიდევ უფრო ამ ტემპის აჩქარების მექანიზმი? დიახ, თქვენ სწორედ აღნიშნეთ მედიის როლი უნიშნელოვანესია, იმიტომ რომ კომუნიკაცია, ახსნა ადამიანებისათვის გასაგებ ხელმისაწვდომ ენაზე ძალიან მნიშვნელოვანია. აი რატომ უნდა გავისარჯო მე და ცალკე ადგილი დაუთმო სახლში, მოცულობითია ხო ეს პლასტიკის ბოთლები, რომ ცალკე ადგილი უნდა გამოვყო, შევაგროვო ეს და მე წავიღო, ჩავაბარო, ან კიდე განმათავსო სეპარირებულად. აი იმის ახსნა რისთვის არის ეს საჭირო, მოტივირება ადამიანების გარემოს დასაცველად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, რეციკლირება არის უზარმაზარი ბიზნესი. მრავალმილიარდიანი ბიზნესი და ის ქმნის სამუშაო ადგილებს. ანუ აქვს ეკონომიკური დაინტერესება. ახლა საქართველოში ნატომ აღნიშნა, რომ რაოდენობა რეციკლირების კომპანიების აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში პლასტიკის სამ შემთხვევაში 5 კომპანიამდე თუ მუშაობს. რატომ მოხდა ასე? იმიტომ რომ მიწოდება არ არის საკმარისი რაოდენობით. აი მუნიციპალიტეტებს მასიურად რო კონდეთ სეპარირება დაწყებული, მაშინ მათ ექნებოდათ სამუშაო. ერთ-ერთ საწარმოში, რომელშიც ჩვენ ვიყავით, თავისი სიმძლავრის მხოლოდ 30%-ზე მუშაობს, იმიტომ რომ არ აქვს საკმარისი რაოდენობით პლასტიკის ნარჩენი. რა ვიცი, მოუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, სადაც დაწყებულია სეპარირება, იქნება ეს პლასტიკი, კარტონი თუ ქაღალდი. ამას მიხსებით ურნებით, ხო, ქუჩაში განთავსებული პირადი ურნებს ჩვეულებრივ ზემოდან აქვს სტიკერი გაკეთებული და მუსებ კაფეო წერია, რისი განთავსება შეიძლება და ყოველთვის დავაკვირდეთ რა ურნაში ვაკეთეთ, იმიტომ რომ ეს სურამში ჩვენ ყველა ურნას არა, მაგრამ ავხადეთ თავი და ჩავხედეთ იყო თუ არა საბედნიერო ცხოთა შორის მუნიციპალური ნარჩენი, აი ეს ორგანული ნივთიერებები და რაღაცა არ იყო განთავსებული, მაგრამ ცოტა არეული იყო იქ პლასტიკი და სხვა ტიპის შეფუთვა. როგორ შეიძლება მოსახლეობა ჩაერთოს ამ რეციკლირების პროცესში, ანუ უფრო გასაგები რო იყოს ყველასთვის, თვითონ ჩვენგანზე რა შეიძლება რა წვლილი მოდის და როგორ შეგვიძლია ამის ნაწილები გავხდეთ? ვაგროვებთ გამოყენებულ პლასტიკს ცალკე, აი დაგავიხომ და გავიტანოთ ყოველდღე ხომ გაგვაქვს ყველას აღარ ვყრით საერთო ნარჩენებთან ვაგროვებთ ცალკე ვათავსებთ მხოლოდ პლასტიკისთვის განკუთვნილ ურნებში და ამით ძალიან დიდ ნაბიჯებს ვდგამთ უკვე ერთს დავამატებ სახელმწიფოსთან და მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში რომ
ყველაზე დიდი შედეგები დაიდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო გაიაზრებს, რომ ეს იმიტომ კი არ უნდა გააკეთოს, რომ კანონმდებლობაში გაწერა. იმიტომ რომ ეს მართლა მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მხოლოდ კანონის აღსრულების მიზნით რაღაცა ვერ გაჯდება ქცევაში, ჩვევაში და ვერ იქნება ის კეთილი ნება, რაც ფურცელზე კანონში გვაქვს გაწერილი, ვერ იქნება შედეგის მომტანი. ამდენად მოუწოდებ მუნიციპალიტეტებსაც, არც თუ მაქვს ამის უფლება, მოუწოდებ, რომ მაქსიმალურად იმუშაონ მოსახლეობასთან. იგივე ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, იგივე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, იმიტომ რომ ჩვენი იყო პატარა sapilotე პროგრამა და პროექტი და მგონია რომ ეს პირველი ნაბიჯებია. ამ შემთხვევაში ხაშურისთვის პირველი ნაბიჯები იქნება, თუმცა სხვაგანაც უნდა გააგრძელონ ამის განთავსება. დამატება მინდოდა, რომ საქართველოს მიიღო ერთ-ერთი ძალიან კარგი მიდგომა წარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს, რომ მაგალითად ელექტრონული ნაკეთობების შემომტანები ან წარმოებლებმა თვითონ მიხედონ ამ ტიპის ნარჩენის მოვლას. და უკვე ეს პროცესი დაწყებულია საქართველოში და დიდი კომპანიები, Elite Electronics და სხვა უკვე იწყებენ ამ ტიპის ნარჩენის მოგროვებას და ჩვენ მოსახლეობას მინდა მოუწოდო, რომ ელექტრონული ნარჩენი განსაკუთრებით საზიანოა გარემოსთვის, საზიანოა ასევე ბატარეები და ბატარეების შეგროვება შეიძლება შევაგროვებს და მე რას ვშვებით ეს არის მიგვაქვს ამ პუნქტებში თუნდაც Elite Electronics-ში ხან რეკლამა არ გამომივიდეს, მაგრამ სადაც არის ძალიან ბევრგან არის ეს ინფორმაცია ინტერნეტში და შეგიძლიათ ეს შეგროვებული ბატარეები და ელექტრომოწყობილობები მიიტანოთ და ვეცადოთ რომ არ დავაზიანოთ გარემო. დავიცვათ. ისიც აღნიშნოთ, აი იგივე ამ გადამუშავების შემდეგ როგორია ეს პლასტმასი, ანუ რა სახის პროდუქციად მოდის თითოეულ მოსახლემდე? ისევ პლასტიკის, ისევ სხვა ნივთები მზადდება, სხვა ინდუსტრიაში გამოიყენება. აი მაგალითად ახლა პირველი და გამახსენდა ბალიშები, რომ არის ეს კისრის ბალიშები, ასევე სამოსში გამოიყენება. კიდევ დამეხმარები. კი ბატონო, თოყები შეფუთვა. ბევრი ინდუსტრიაში ბრუნდება მოკლედ ნაკლები რესურსის დახარჯვით. და აუცილებლად უნდა ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა ის რომ ეს პირველი ნაბიჯები გადაიდგას და ის თუნდაც სადაც ვართ, აქ ამათი წვლილი როგორია რამდენად? ამათი წვლილი არის უზარმაზარი. უბრალოდ ჩვენ სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი რესურსები და რომ გამოყოს თანხები ამისათვის. ყველა ასეთი ინიციატივა, რაც განხორციელდა საქართველოში, განხორციელდა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების თვითონ ევროკავშირის ქვეყნების დახმარებით. ცნობიერების ამაღლება იქნება, ინფრასტრუქტურის გამართვა, ეს მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმები, ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმები, სწორედ მათი დახმარებით იქნა დაწერილი, შედგენილი. და ასე შემდეგ, აი ქუთაისი ვახსენეთ, ხომ და ზუგდიდის უზარმაზარი თანხა იქნა დახარჯული იქ აი ამ ნარჩენების საპრესი მანქანების შესაძენად და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ საპრესი მანქანა შეძენაში დავეხმაროთ, ან თანხების მობილიზებაში დავეხმაროთ მუნიციპალიტეტს და ამ შემთხვევაშიც გათვლა გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებზე და იმედი გვაქვს, რომ ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მნიშვნელოვანი თემის